ნიკოს ხომ ვერ გავაცოცხლებთ, გიგას ხომ ვერ გავაცოცხლებთ, მაგრამ სხვა შვილები ხო უნდა გადარჩნენ. მე კიდევ შვილები მყავს. ნამდვილად მე საფლავი აქ მაქვს და ამ ქვეყანაში მინდა ცხოვრება. ჩვენმა შვილებმა ხო უნდა იცხოვროთ. ნამდვილად აქვს ყველანაირი რესურსი აქვს ამ ქვეყანას, რომ განვითარდეს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ამისთვის. არ უნდა ჩაიფარცხოს ესეთი მკვლელობები, არ უნდა წახალისდენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ქვეყანა უყვართ, მათ უსწორდებიან, სისხლს დენენ და კვლელებს ახალისებენ. აი ამ ადგილიდან მიუმართავ გიორგი გვარაკიძეს, მასაც თუ არ უნდა, მიუმართავ დანარჩენ მთავრობის წევრებს, ქართული ოცნების წევრებს, თუ უნდათ, მათაც არ შეიზილო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, რომელიც არის გახსნილი. ხვალვე გამოიტანონ საქმე და საზოგადოებას უთხრან, ვინ და რატომ მოკლა ნიკო კვარაცხელია. მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ ჩემი შვილის საკითხზე მე ვერ ვიჭორავებ. მე მინდა სამართლებრივად გამყარებული. სად არის შოთაძე? ცოცხალია შოთაძე, ვკითხულობ ხმამაღლას, სად არის შოთაძე? მან ყველაფერი იცის, აბსოლუტურად ყველაფერი იცის. მის კისერზეც არის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. იცით როგორ? მან ხელი შეუწყო, რომ არ გახსნილიყო ეს საქმე. ყველაფერი გააკეთა. წინ და უკან ატარეს მკვლელები, ვინ არის ბრძოდა ამ ქვეყანაში, ვინ შეაჩერა ბრძოლა? ნიკოს დედამ შეაჩერა, თემირლანის მამამ შეაჩერა ბრძოლა, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შეაჩერა ბრძოლა, ან ზაზა სარალიძემ შეაჩერა. ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ ჩვენ გვებრძვის